მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ახლა ჩვენ სადაც ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ემზადებიან აქცია პერფორმანსისთვის. მე ოპერატორს ვთხოვ გვანახოს ახლა რა ვითარება არის ადგილზე. სწორედ მშრალი ხიდიდან გადმოფინეს ბანერი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოცნება აშენდა თბილისი ინგრევა 10,000 ავარიული სახლი. თქვენ ხედავთ ახლა სწორედ ამ ბანერს, რომლითაც ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, თუ რა ხდება დედაქალაქში, რომ ამდენი ავარიული სახლი არის ქალაქში და საქართველოს ხელისუფლება კახა კალაძე არაფერს არ აკეთებს სწორედ ამ ადამიანების დასახმარებლად და პრინციპში ჩვენ ნახეთ როგორი იყო ბოლოს მოვლენები მათ შორის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ჩამოინგრა შენობის ერთი ნაწილი და რასაც ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით თბილისის მერიასა და კახა კალაძის უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფებიან ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. დავიწყებ ლუკა ნაცვლიშვილით. ლუკა, რომ გითხრათ, ჩვენ წავიკითხეთ და მაყურებელმა უკვე ნახა ამ ბანერზე წარწერა. თქვენი მთავარი სათქმელი რა არის დღეს ამ ბანერზე? დიახ, ამ მომენტში მიმდინარეობს ქართული ოცნების ამ ბინძური პოლიტიკური ხუნტის ღონისძიება, სადაც ისინი მესამეჯერ წარადგენენ მერობის კანდიდატად კახა კალაძეს. ჩვენ გვინდა ამ პერფორმანსით შევახსენოთ მათ, რომ თბილისში არის 10,000 ავარიული შენობა, რითიც უამრავ მოსახლეს ექნება საშიშროება იმის, რომ ბევრჯერ გვიხილავს უკვე აი გოგოლის ქუჩაზეც წინა შემთხვევა, სადაც მსგავსი ავარიული შენობების გამო შეიძლება ადამიანების სიცოცხლე საფრთხე შეექმნათ. ჩვენ გვახსოვს უამრავი დაპირება, რომელიც დღემდე არ შესრულებულა. ჩვენ გვახსოვს და ხედავთ ჩამონგრეულ მეტროსადგურებს, ხედავთ საცობებს და უამრავ პრობლემას და ამ ყველაფერით გვინდა ვთქვათ, რომ კახა კალაძე არის ყველანაირად მიუღებელი პიროვნება ჩვენთვის და ქართული ახალგაზრდობისთვის მათ შორის. ის არის თბილისის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე უპასუხისმგებლო და ყველაზე კორუმპირებული პირი. ამიტომ ქართული ოცნება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე თავიანთ კლანთან ერთად ამ ქვეყანას უნდა მოშორდნენ. ჩვენი გუნდი ლელო ძლიერი საქართველო იბრძოდა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აგრძელებს ამ გაზეთ-გომას, აგრძელებს პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისთვის და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისთვის ბრძოლას. მადლობა. ბექა ბერიზინაშვილსაც გავესაუბრებით, მოკლედ რომ გითხრათ, რაში არის გამოსავალი, იმიტომ რომ თქვენი მთავარი სათქმელი არის დღეს, რომ იმის პარალელურად, რომ კახა კალაძე მესამედ წარადგინა ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად, ჩვენ ხედავთ რა ხდება დედაქალაქში, ხომ? გამოსავალი რაშია, როგორ გითხრათ? ეს რუსული ოცნება მორი მასკარადს გვთავაზობს და ამ მასკარადის მთავარ როლად უნდათ რომ მესამეჯერ შემოგვასაბამს კახა კალაძე. გამოსავალი ერთადერთია, რომ ისინი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ იმ შენობებზე, რომლებიც ისინი ტოვებენ, რომ სასწრაფოდ გაეცალეთ ტერიტორიას, რადგან იმათ არც იმისი უნარი არ აქვს, რომ ეს შენობები რეალურად გაარესტავრირონ, ჩაანაცვლონ. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ის ადამიანები კი არ უნდა გამოვიდნენ იმ სახლებიდან. ისინი უნდა დატოვონ ტერიტორია, ისინი უნდა გაეცალონ საქართველოს და მათი მიმართულება არის რუსეთი. და ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ისინი მალე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, დატოვონ ჩვენი ქვეყანა. თქვენ პირდაპირ უსმენთ ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმის პარალელურად, რომ ახლა მთაწმინდაზე ქართული ოცნება მესამედ წარადგენს მერობის კანდიდატს კახა კალაძეს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ კახა კალაძეზეა სწორედ ის პასუხისმგებლობები, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა დედაქალაქის მასშტაბით და რაზეც არც ერთ შემთხვევაში არ აუღია თბილისის მერიას პასუხისმგებლობა. შესაბამისად ისინი მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა.